მოგესალმებით. მეცნიერთა კონგრესის დრო არის. ჩვენ ვიქნებით პირდაპირ ეთერში საათნახევარი. თქვენ ახლა ამასინად ნახეთ გადაცემა, რომელიც მეცნიერთა კონგრესის მიერ არის გაკეთებული და რომელიც ჟღერს ასე, ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ მეცნიერთა კონგრესში თავის დროზე დავამუშავეთ ის 10 კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილდეს პოლიტიკური მოღვაწე, ლიდერი, ხელმძღვანელი ნებისმიერი რანგის და მით უმეტეს პირველი რანგის ხელმძღვანელები. აი ჩვენ იქ აი ამ გადაცემაში მოყვანილ ფაქტებზე და იმ მიმართულებებზე ვილაპარაკებთ დღეს და საერთოდ აი ხუთშაბათს, ყოველ ხუთშაბათს ამ დროს 4-დან 6 საათამდე ჩვენ მეცნიერები გავაღრმავებთ აი ამ მიმართულებას, რამდენად საჭიროა ჯერ ერთი რა არის მეცნიერება, როგორ უნდა შევაფასოთ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მეცნიერი ვარ და ამ დროს ძალიან ბევრი შემთხვევები გვაქვს, როცა არაფერი საერთო მეცნიერებას არ აქვს და კაცი იწოდება მეცნიერად. ეს ერთი პრობლემა არის. რადგან ჩვენ მეცნიერებაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ავტომატურად იგულისხმება აქ განათლებაც. არ შეიძლება გაუნათლებელი კაცი მეცნიერი იყოს და არ შეიძლება პოლიტიკური მოღვაწე იყოს გაუნათლებელი და რომელიც წრავად არის მეცნიერებასთან. ტყვილი კი არ თქვა დებელმა თავის დროზე, რომ არ შეიძლება ხელმძღვანელი იყოს დაბალი დონის, დაბალი განათლების, რადგანაც ის მთელ მმართველობას თავის დონემდე ჩამოიყვანსო. ჩვენ ამის მაგალითები ბევრი გვაქვს. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ბატონი თემურ ჩილაჩავა, მეცნიერი, მათემატიკოსი, დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ბატონი გია კვაშილავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, კიდე რაღაც ერთი მიმართულების დოქტორი იქნება სულ რაღაც 2-3 თვეში, ეს ჩვენ ვიცით, გავაჟღერებთ წინასწარ, ადამიანი, რომელმაც ჩვენი ისტორია გაახანგძლива 1000 თუ 2000 წლით და ყველა ვიცით ბატონი გიას აღმოჩენა და მისი მიღწევები აი იმ კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი დისკოს გაშიფვრის საქმეში. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი საქმე გააკეთა და ის აი ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას და კვლევას და ახლა უკვე ცდილობს, რომ ანალოგიური ამოცანების გადაჭრა ავტომატურ რეჟიმში მათემატიკისა და გამოფითი ტექნიკის საშუალებით შეძლოს. აი ეს არის მეცნიერული მიდგომა ნებისმიერი საკითხის მიმართ. მე ბაღში ჟვანია ვარ, მე ჩემ თავს როცა წარმოვადგენ, ხას უსვამ, რომ ფიზიკოს, კიბერნეტიკოსი და ამავე დროს ვამბობ იმას, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მე ვიყავი დაკავებული მართვის ავტომატიზირებული სისტემების შექმნით, ექსპლუატაციით, მისი დანერგით და რაღაცებისთვის აქ ამ მიმართულებით მიმიღწევია და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემი მიდგომები მართვის კუთხით უფრო სანდო და დამაფიქრებელი უნდა იყოს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ამაში მაინც გარკვეული არ არიან. აი ამიტომ ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ მიშოვნი ვართ, რომ საზოგადოებაში არიან აი თამამი ადამიანები, რომლებიც არ ერკვევიან და იმ საკითხში, ესე იგი ძალიან აქტიურობენ და ახვევენ საზოგადოებას თავის არაკომპეტენტურ აზრებს. აი ახლა დღეს ჩვენი ეს მეორე გადაცემა არის. პირველი მე დავამთავრე იმით, რომ ვთქვი, რომ პერსონალურად დავიწყებთ ლაპარაკს პრემიერ-მინისტრით, რამდენად შეეფერება ის იმ 10 პრინციპს, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 10 კრიტერიუმს, ლიდერის კრიტერიუმს. მაგრამ მე
ბატონებო, თუ შემეშლება მეტყვით. მე გამოვაცხადე მაშინ, რომ როდესაც ჩვენ კონკრეტულ პიროვნებაზე გვექნება დახასიათება და ამ კრიტერიუმების მიხედვით სასურველია, რომ იყოს იმისი წარმომადგენელიც, რომელიც თulis, რომ მას შეუძლია კომპეტენტური აზრი გამოთქვას აი ამ პიროვნების მიმართ, ისე რომ აი ჩვენ თუ დავუშვათ რაღაც ნეგატიურად მიუდექით ამ თემას, პიროვნების გარჩევის თემას, რომ მან შეძლოს ჩვენთან კამათით, ესე იგი გააბათილოს ეს. დღეს ასეთი ხალხი არ გამოჩნდა. მე რატომაც მეგონა, რომ რახალ პრემიერ-მინისტრი იყო ლაპარაკი, ბევრი გამოჩნდებოდა მსურველი, დამждარიყო ჩვენთან და გაეწია ოპონირება. არავინ არ მოვიდა. ამიტომ ჩვენ ალბათ ბატონო გია გვაქვს უფლება ეს საკითხი გადავდოთ, სანამ ვინმე არ მოვა და მისი ასე ვთქვათ დამცველები, მანამდე ჩვენ ესე იგი სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ. ნუ სხვა რაღაცებიდან ახლა დღეს აქტუალური არის ყველაზე აი ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, ეს განათლებისა და მეცნიერების კომისია შექმნა ამ მიმართულებით, რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ესე იგი ეს ამას თავრობაც აღიარებს და რომ გააუმჯობესოს მან ესე იგი ჩამოაყალიბა ეს კომისია, მე მგონი ხელიც მოაწერა ამ ბრძანებას და იმ კომისიის წევრები არიან თითქმის ყველა ის ხელმძღვანელი, რომელიც მოღვაწეობით ამ კუთხით ჩვენ ყველანი უკმაყოფილო ვართ და იქ არ არის არც ერთი მეცნიერი, არც ერთი ასე ვთქვათ ნეიტრალურად განწყობილი პიროვნება, არც ერთი აკადემიიდან მაინც ხო ვიღაცა უნდა იყოს, კაცო თუ თვითონ აკადემიის პრეზიდენტი არ იქნება და რამდენი აკადემია რას რისთვის გვინდა ეს აკადემიები, თუ აი ამ საკითხებში მაინც არ ავამუშავებთ და მათი აზრი არ მოვისმინეთ. ნუ აი დაახლოებით მე ახლა გამომივიდა, რომ დღის წესრიგით ჩამოვაყალიბე განათლებაზე, განათლებაზე, რა ქვია მაგას, მეცნიერებაზე და შემდგომ აი ამ მეცნიერებისა და განათლების როლზე ლიდერის მოღვაწეობაში. დავიწყოთ და ნახოთ რა გამოგვივა და მე მაყურებლებს მინდა შეთავაზო, რომ აი ვისაც რაღაც თქვენი მოსაზრებები გექნებათ, ეს დარბაზი თქვენთვის ყოველთვის ღია არის, ნებისმიერ დროს, აი ამ დღეს 5 შაბათს 4-დან 6 საათზე შეგიძლიათ მოგზანდეთ, დაგზანდეთ ჩვენთან ერთად და განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ აი ამ მიმართულებით აქტუალურად და აუცილებლად განსახილველად. საიდან დავიწყოთ? ბატონო თემური, თქვენგან დავიწყოთ. თქვენ სწორად ბრძანეთ, ბატონო. მამადი, კიდევ ერთ დავამატებ, რომ ხაზი უნდა დაუსვა, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ობიექტურები. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ, არ ვიყოთ მხარე. ჩვენ არასწორად იგებს ზოგიერთი მე ახლა Facebook-ში წერენ ბევრი და ესე იგი რა თქმა უნდა ვერ მეთანხმები, რომ მე ვიღაცა მომწონს, ვიღაცა მე რეაქციას ვაკეთებ მოქმედებაზე. და არა აქვს ამას მნიშვნელობა ეს ოპოზიციონერი იქნება თუ პოზიციონერი იქნება. მე არავის მიმართ არ მაქვს არც სიყვარულის გზნობა და არც სიძულვილის გზნობა. მე ვცდილობ, რომ ჩემი ქვეყანა იმართებოდეს კარგად და სწორად და ვცდილობ, რომ საზოგადოებას აუხსნა რა არის კარგი მართვა და რა არის ცუდი მართვა. იმისათვის, რომ მან შემდეგ არჩევნების დროს შეძლოს სწორი არჩევნის გაკეთება. ასე რომ ფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ნეიტრალური მხარის წარმომადგენლები, ჩვენ არ ვართ მხარე და ჩვენი მიზანი არ არის არავის გაშავება და არავის გაშარჟება. ჩვენ ვეძებთ ჭეშმარიტებას, ოპტიმალურ ვარიანტებს, როგორც კადრების შერჩევაში, ასევე პროექტების დამუშავებაში, ასევე პროგრამების გაძღობაში, შექმნაში და გაძღობაში. აი ეს მინდოდა დავემატებიეთ. ბატონო ბახში, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ ქართულმა იცის, რომ თქვენ ბატონი გია და ჩვენც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ვართ, ამიტომ ჩვენ ცხადია მიუკერძოებელი ვართ. ესე იგი ამ თუ ესე იგი
პარტიისადმი, ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმათ, რაც გვაჩნია საქართველოსთვის, ანუ სახელმწიფოებრივად სწორი. თქვენ ბრძანეთ განათლების და მეცნიერების რეფორმების შესახებ ახალ შექმნილ კომისიაზე და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ესე იგი ხელისუფალი ფიქრობდა, რომ აი ამ განათლების და მეცნიერების სისტემის რეფორმირებაზე იყო ასეთი პოლიტიკოსი, გასვენებული ბატონ ედვარდ შევარდნაძე, რომელიც რა თქმა უნდა, ესე იგი გარკვეულწილად იყო პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმპათია მის მიმართ არ გამაჩნდა პოლიტიკური, რადგანაც აფხაზეთის მკვიდრი ვარ და მათ შორის მიმაჩნია, რომ მისი ლომის წილი არის მათ შორის იმაში რუსეთთან ერთად, რომ აფხაზეთი დროებით დაიკარგა, მაგრამ მაგ იმ დროს სახელმწიფოში მართლაც იყო უმაღლეს განათლებაში საკმაოდ დიდი მაღალი დონის კორუფცია, ნიჭიერი ახალგაზრდა აბიტურიენტი ვერ ირიცხებოდა განსაკუთრებით სამედიცინოზე, უფასო განყოფილებაზე გეუბნებით, იურიდიულზე, ბიზნეს ადმინისტრირება, შემდეგ და კიდევ მის დროს ჩემი სკოლელი მონაწილეობდა განათლების მინისტრი ალექსანდრე კარტოზია აი ამ რეფორმებში, რომელიც ამოიწყო ევროკავშირმა, ანუ მისაღები გამოცდების გატანა უნივერსიტეტების გარეთ, სადაც ძირითადად იყო კორუფცია. ფაქტურად თითქმის ყველა უნივერსიტეტში ერთ-ორი გამონაკლისი იყო იმის გამო, რომ პროფესორი ოთარ ჟორდანია უცებ ლოკაცი იყო და სოხუმის უნივერსიტეტში. ესე იგი, ევროპამ როგორც კი საქართველოს დამოუკიდებელი გახდა, დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენ ნორმალური განათლება გქონოდა, ხო? კი, რა თქმა უნდა. აი ეს კიდე ერთხელ გამოყო საკმაოდ დიდი რაოდენობის გრანტი, მე მგონი დაახლოებით 60 მილიონი დოლარი იყო. და დაიწყო კარტოზია დროს, მაგრამ მე მოხდა ცვლილება და იმ დროისთვის ეს დადებითი იყო ცვლილება 2003 წელს და მოვიდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი განათლების მინისტრი ლომაია ალექსანდრე და იმ დროს მოხდა გამოცდების გატანა, ესე იგი უნივერსიტეტების გარეთ. ესე შევანაძის დროს მომზადებული იყო, ევროპაში გადახდილი, ესე იგი ჩარიცხული ქონდა ფული შემდეგ და ლომაიას დროს ეს დაიწყო განხორციელება, იმ ეტაპისთვის მართლაც ეს აბსოლუტურად სწორი იყო და საერთოდ ეს სწორია, რადგანაც მე ვიცი უნივერსიტეტის პრორექტორი ვიყავი, სოხუმის უნივერსიტეტის ბატონ ოთარ ჟორდანია რექტორი იყო, უწესრიესი ადამიანი. და აი ვიცი რა ხდებოდა უნივერსიტეტებში, მათ შორის სხვა უნივერსიტეტებში. შესაბამისად, ეს იყო სწორი ნაბიჯი და ეს ალბათ სააკაშვილის მმართველობის იმას, როდესაც მოხდება შეფასება კარგისა და ცუდისა, აი კარგი მათ შორის იყო ეს, რაც მოხდა გამოცდების გატანა უნივერსიტეტის გარეთ და სხვადასხვა ჩემი ქალიშვილი, რომელიც ახლა ფაქტურად ამ სისტემის გამო ჩაირიცხა მერე იურიდიულ უფასო განყოფილებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარწმუნებული ვარ ძველი სისტემით არანაირი შანსი მას არ ექნებოდა მოხვედრილიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფასო განყოფილებაზე. მაგრამ შემდგომში რა თქმა უნდა იქაც იყო გარკვეული ხარვეზები, უნარების შეტანა იყო სწორი. მერე რადგანაც უნარები ითვალისწინებდა გარკვეულ დონის მათემატიკას და მათემატიკას სკოლაში ცუდად ასწავლია, სამწუხაროდ ფიზიკას საერთოდ არ ასწავლია და ამიტომ ესე იგი მოხდა შემდგომში არასწორი, რომ ამოიღეს უნარები და ესე იგი რადგანაც ის სავალდებულო იყო ყველა სპეციალობისთვის და დღეს ნაწილ ჰუმანიტარს, მათ შორის იურისტებს და იურისტებს იმიტომ აღვიქვი ყურადღებას, რომ დღეს ესე იგი ადამიანისთვის იურისტობა ნიშნავს თანამდებობის მიღების აუცილებელ პირობას, მაგრამ არა საკმარის, აუცილებელი არის იურისტი უნდა იყო, თუ გინდა ჯანდაცვის მინისტრი იყო, იურისტი უნდა იყო, თუ გინდა განათლების მინისტრი, იურისტი უნდა იყო, რომ გახდე თქვა ალბათ სკოლის დირექტორი და ასე შემდეგ. ამიტომ
ეს სიტუაცია ესე იგი შემდგომში თქვათ არა სტოლით, მაგრამ ზოგადად ამ კომისიასთან ერთად თქვენ რომ ძალეთ, როცა ესე იგი პიროვნება შეიძლება იყოს ძალიან კარგი იურისტი, მაგრამ ვერ ერკვეოდე განათლება და მეცნიერებაში. სხვადასხვის ხშირად ლაპარაკობენ მათ შორის საქართველოს დღევანდელი მეცნიერები და კიდევ სხვაგან, რომ თქვათ ამერიკას ყოლია პრეზიდენტები დაბალი IQ-ი, ევროპასაც ზოგიერთ და შემდეგ, მაგრამ იქ სისტემა ესეთი არ არის აუცილებელი პრეზიდენტი ან კანცლერი ან ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პიროვნება ერკვეოდეს ყველა დარგში, მაგრამ მასთან არსებობს სინერგეტიკული ჯგუფი, ანუ საკონსულტაციო ჯგუფი, სადაც შედიან მათემატიკოსები, იურისტები, ეკონომისტები, ფსიქოლოგები, დემოგრაფები და შემდეგ ისინი აწვიან დასკვნას. აი დასკვნას აწვიან ამ და სხვა საკითხს. აი ხო მაგალითად ბატონი ახალგაზრდა კაცია, როგორც მე ვიცი პროფესორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბატონი ირაკლი კობახიძე, თუ იურისტია, რამდენად მე ვიცი ნასწავლია გერმანიაში, ხარისხი დიუსელდორფში, მაგრამ ხარისხი გონით ესეულში დაიცვა, მას რომ ეკითხა დაუშვათ სპეციალისტებისთვის, ვინც იცის უმაღლესი სკოლა, მეცნიერება, იცის საშუალო სკოლა, ისინი ეტყობდნენ რომ კი ბატონო, თქვენ გინდათ იქ იყო თქვენი კაბინეტის ყველა წევრი. ნუ შესაძლებელია ცხადე განათლების მინისტრი უნდა იყოს და რომელიც აუცილებელი არ არის იურისტი იყოს. უნდა ყოფილიყვნენ წარმოადგენლები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან, უნდა ყოფილიყვნენ წარმოადგენლები უნივერსიტეტის პროფესურა, სკოლის გამოცდილი პედაგოგები. ისინი რა თქმა უნდა ხელს საქმეს არ შეუშლიდნენ თუ სახელმწიფოებრივად გაზრდილი, ხელს შეუწყობდნენ. იქნებ ის გულისხმობს, რომ ეს კომისია იმათ ჩართავს მე სამუშაოში. მაგალითად, მე ვიყავი თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრი გამაჩნდა, როგორც ხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ჩართული ვიყავი 2008 წელს საქართველოს განათლების სამინისტროში კომისიასთან, რომელსაც მეთვალყურეობდა წარმოადგენელი მინისტრის მოადგილე და სადაც ჩვენ მქონდა განსხვავებული აზრი, ნუ იქ რა თქმა უნდა ჭარბობდა ნაციონალური მოძრაობის აზრი, მაგრამ მე განსხვავებული აზრი მქონდა, მაგრამ კომისიის წევრი ვიყავი. 1-3-4-5-ჯერ თქვი ამის შესახებ ჩემი განსხვავებული აზრი და გარკვეულწილად მომდევნო წელს უკვე არ მომიწვიეს, მაგრამ რეალურად ვიყავ. ამიტომ აიღო რაღაცა ზოგადად ჩვენ ხო სახელმწიფოზე საუბრობ საქართველოსთვის რაც არის კარგი. და აქ კიდევ ერთი გავითვალისწინოთ მომენტი, რომ ბატონო ბახში კვლევა ჩატარდა ამერიკაში, სადაც ერთ-ერთი სამეცნიერო მიმართულებით ჩატარდა კვლევა, სადაც გამოიკითხა გარკვეული რაოდენობის, არ მახსოვს 5000 თუ 10000 ესე იგი სპეციალისტი, რომელიც მუშაობდა უკვე მეცნიერებაში, ბიზნეს სფეროში და პოლიტიკაში იყო დაკავებული. ძირითადად ესე. აღმოჩნდა, რომ აქედან მეცნიერებაში, ვინც სკოლაში იყო ხუთოსანი, ხუთბალიანი სისტემით, ხუთოსანი სკოლი წავიდა მეცნიერებაში. 4-ოსნები წასული არიან ბიზნესში, ხოლო 60-ოსნები და ისეთი სამიანი რომ მქონდა, რომ ნებისმიერი პატარა ნიავი რომ წააქცევდა, ისინი ყველა პოლიტიკაში წასულა ამერიკაში. მაგრამ ანალოგიური სიტუაცია უფრო უარესი არის საქართველოში. საქართველოში პოლიტიკაში ალბათ არის წასული ის ადამიანი, რომელიც თავის დარგში არ იყო წარმატებული ნებისმიერ სხვა დარგში და როცა დააგროვა ან დიდი ფინანსები, გახდა გარკვეული თქვათ ფინანსური სტრუქტურის ხელმძღვანელი ან თუნდაც მოადგილე, მერე თავის ბიზნესის თქვათ დასაცავად უკვე შევიდა პარლამენტში და ასე შემდეგ. ამიტომ მე მინდა მოუწოდო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ამ კომისიაში შეიყვანო პროფესიონალი, მესმის რომ პოლიტიკურად თქვათ არ უნდა განსხვავებული აზრის მქონე იყოს, მაგრამ
თუნდაც თავის რიგებში თითოეულმა შემორჩენილი პროფესიონალები მაინც შეიყვანენ, ვინც თუნდაც თქვენს მიდგომას უჭერდეს ხალხს, მაგრამ რომ იყოს ცოცხალი და საქართველოსთვის კარგი საქმე, მაგ კომისიაში უნდა შეიყვანოთ პროფესიონალი. დიდი მადლობა, მაგრამ აი თქვენ ამბობთ ახლა მეცნიერებიდან, რექტორებიდან, თუმცა სამეცნიერო დაწესებულებები თითქმის არ აქვს უკვე და აი ამ წრიდან და ახლა იქაც პრობლემები გვაქვს. ესე იგი საერთოდ მეცნიერების დონე არის დაწეული საქართველოში. ჩვენ ახლა ამას ალბათ შევეხებით შემდეგ გადაცემებშიც, მაგრამ ახლაც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი დოქტორები გვყავს. ყოველ ნაბეჭდზე დოქტორი არის და მე პირადად აი მახსოვს 93 წელს დავბრუნდი ყაზახეთიდან და იმ წელსვე უკვე ვიყავი სამეცნიერო საბჭოს წევრი, სადაც ვიხილავდი დისერტაციებს იზოტოპების ინსტიტუტში. იმ იზოტოპების ინსტიტუტში 30-35 სადოქტორო დისერტაციის დაცვასა დასწრებული და მახსოვს 2 თუ 3, რომელიც მართლა ჩემი კრიტერიუმებით შეესაბამებოდა კანდიდატის და დოქტორის ხარისხს. დანარჩენი რაღაც სუსტად მომეჩვენა. აი მე უკვე 20 წლის შემდეგ მე რამოდენიმე ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორის დაცვას დავესწარი, რაღაც საოცრება იყო. მე დავესწარი კიდე სხვადასხვა რაღაცების სადოქტორების დაცვას და აზზე არა ვარ, ესე იგი, აი მე მაგალითად საკურსო მის რა ქვია მაგას დიპლომის თუ რაღაცის იმას თუ შევადარებდი. ახლა არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ ასე გვიჭირს მმართველობაში. იმიტომ რომ აი სათავეები მაინც ამ მეცნიერების და განათლების დონის დაქვეითებიდან მოდის. იმიტომ რომ აი საიდან უნდა შეივსოს ეს მმართველი ელიტა თუ არა აი ამ განათლებული და სამეცნიერო წრიდან და როცა აქ უკვე ამ ხელა პრობლემები ჩნდება და ახლა თქვენ გავიგე მე ეს არ მახსოვს კი მახსოვდა კარტოზიას მოვაწეობა, მაგრამ აი ის რომ ასე ხაზგასმულად რომ ევროპას რომელსაც ჩვენ ახლა ვაგინებთ და ვამბობთ რომ რა მოგცა ევროპამ და აი რუსეთმა მოგცა, რა მოგცა რუსეთმა, ყველაფერი წამოართვა ტერიტორიიდან დაწყებული ის ოქრობეცხვი და ის ფონდის წევრები რომ იყავით არმიის შეიარაღება და არაფერი არ დაგიგებდა, გააგზავნა რუსეთმა და ევროპას თურმე დაუწყია საქართველოში განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნვა და ამისთვის გრანტების და ფულების მოცემა. რამხელა უმადურობაა ჩვენი მხრიდან ახლა აი იმის თქმა, რასაც ამბობს ზოგიერთი ოცნების წარმომადგენელი დღეს. ბატონია, თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში დიდი მადლობა ახლა საქმე დაგიგროვდათ, ხედავ აგერ ამდენი ჩანაწერი გააკეთეთ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ეს თემა უშუალოდ მეხება და ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ ისეთ ენაზე დავწერო ინფორმაცია, ვის უნდა ვუწოდოთ მეცნიერი და როგორი უნდა იყოს მეცნიერება და რისთვის გვჭირდება. ამაზე ხოლმე Facebook-ზე, ჩემ პირად Facebook-ზე ვდებ ჩანაწერებს. პირველ რიგში მე ასეთი ჩამონათვალი გავაკეთე, ვის უნდა ვუწოდოთ ჩვენ მეცნიერი. მეცნიერი არის ის ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ეს დღეს არც უნდა კონდეს ამის გამარტების ისა აუცილებლობა, მაგრამ ისეთ რაღაცებს ხედავთ უკვე სოციალურ ქსელში, აქედან გამომდინარე თავს უფლებას ვაძლევ, რომ ჩვენს ტელემაყურებლებს ვაჩვენო ძალიან კარგადაც იცის ბევრმა, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გავიმეორო, ვის უნდა ვუწოდოთ მეცნიერი. მეცნიერი ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანია, რომელიც სისტემატურად იკვლევს ბუნებრივ, სოციალურ ან ფორმალურ მოვლენებს. მამაში ყველა დარგი შედის და ამისთვის იყენებს მეცნიერულ მეთოდებს. აი დავიმახსოვროთ, მეცნიერული მეთოდებს იყენებს. პირველ რიგში ამოცანის, ანუ პრობლემის დასმა, ჰიპოთეზის ფორმულირება, მეორე არის თეორიული მოდელების შექმნა და მისი გამართვა, დასკვნებისა და ექსპერიმენტების შესაბამისად სიმულაციებიც კეთდება, შედეგების ანალიზისა და დასკვნის გამოტანა, მიღებული ცოდნის როგორც ასეთი აი რაც მივიღეთ ამ ცოდნის სხვამაც უნდა აღიაროს,
სხვა მეცნიერმაც, რომ ახალი ესე იგი ამ დარგში ან სხვა დარგში მნიშვნელობა არ აქვს ახალი ცოდნის სისტემის განვითარებასთან არის დაკავშირებული. მეცნიერი ჩართული უნდა იყოს პირველ რიგში სამეცნიერო კვლევით სამუშაოებში, ამაზე განმარტება როგორ უნდა გვიწევდეს, ის უნდა ღებულობდეს მონაწილეობას კონფერენციებზე, როგორც ადგილობრივი საერთაშორისო კონგრესებზე, უნდა იყოს მისი ნაშრომი ყოველთვის წარმოდგენილი აი ასეთ აპრობაციებში. მისი ნაშრომები უნდა ქვეყნდებოდეს მაღალ რეიტინგიან ჟურნალებში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთულია. კვლევითი კომპეტენცია არ ექნება, თუ ეს არ იქნება. სისტემური არგუმენტული აზროვნება უნდა კონდეს მეცნიერს, თუ თქვენ ტელევიზორში ხედავთ ადამიანს, რომელიც არასისტემატურად ყვება და რაღაც არაარგუმენტირებული, ყოველ შემთხვევაში დღეს არ მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება და ეთიკის ნორმებს იცავს მეცნიერებაში. დაახლოებით ეს ჩამოვთვალე მე ხარ, კიდე არის ეს რამდენიმე, რომელიც შეიძლება კიდე დავამატოთ, მაგრამ ვამოკლებ. მეცნიერება თანამედროვე სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია. თუ ეს ასე არ არის, გადავამოწმოთ ეს ყველა ქვეყნებში. მაგალითად, ჩინეთმა რატომ დაიწყო ასე მეცნიერების წინ წამოწევა, იმიტომ რომ არასაკმარისი იყო ის მართვის სისტემა, რომელიც აქამდე იყო. ხოლმე ჩინეთს არ ვამართლებ მისი შეხედულება საერთოდ მეცნიერების განვითარება ძირითადად, ახლა ეს ტერმინებიც კიდე აღრეულია დღეს. დემოკრატიული პრინციპიდან თუ არ ამოდის, იქ მეცნიერება ვერ ვითარდება. ვიცოდეთ ჩვენმა ქართველებმა საზოგადოება, რომ დემოკრატიის პირველი ნიშანი, რომელიც ჩამოყალიბდა კუნძულ კრეტაზე და მას აქედან გამომდინარე მოხდა სწორედ განვითარება. ეკონომიკური დაბალანსირება და ყველაფერი, ახლა ამაზე აღარ მინდა გავაგრძელო. პირველ რიგში მეცნიერების გარეშე ხდება ასეთი, ესე იგი მეცნიერება თუ არ არის, სახელმწიფო ვერ იმართება და მეცნიერების ესე იგი სისუსტე როცა არის, მისი განვითარება სერიოზულად აფერხებს შემდეგი კრიტერიუმები, როგორც თქვენ წარმოადგენთ. ეს არის ეკონომიკური სისუსტე, გაუარესებული სოციალური პირობები, გლობალური იზოლაცია, კულტურული სტაგნაცია, კრიზისების გადაჭრის უნარის დეფიციტი, პოლიტიკური არასტაბილურობა, განათლების დეგრადაცია, ტექნოლოგიური ჩამორჩენა და გარე დამოკიდებულება, ძალიან დიდი დამოკიდებულება აქვს სხვა ქვეყნებზე, ახალგაზრდების ემიგრაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მმართველობის დაბალი ხარისხი, ბუნებრივი რესურსების არაზომიერი გამოყენება, ეროვნული თვითშეგნების სიღრმის დეფიციტი. აი დაახლოებით შეიძლება ვთქვათ, ყველაფერი გვაქვს დღევანდელ საქართველოში. ხო, აი შეიძლება აქედან ვთქვათ, თუ ეს არ გვექნება, ზოგიერთი წერს Facebook-ზე კაცო მეცნიერება საერთოდ მეცნიერებს სასაცილოდ მიაჩნია ზოგს საერთოდ მეცნიერადაც იწოდება თვითონ თავისი დიპლომიდან და სხვას დაცინის, იმიტომ სხვისი შრომის შემფასებელია ის მეცნიერი, ვინც მუშაობს მეცნიერებაზე. და ვინც ხმის შრომას არაფასებს და არ კითხულობს, ის არ არის მეცნიერი. ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენთან მომრავლდა ისეთი მეცნიერები, რომლებიც არიან ადმინისტრაციულ და სამეცნიერო ორგანიზაციებში, აღარ გვიდეხლა დაკონკრეტება, რომელსაც არ აქვს ეთიკური ნორმა მეცნიერული. ანუ მეცნიერს ეთიკურად არ ექცევა. ნამდვილი მეცნიერი, ახლა ამიტომ უნდა შემოვიდეს სადოქტორო პროგრამები, ჩემი აზრით, მინდა იყოს მიმაგრებული მაღალი რანგის მეცნიერის სტანდარტზე. თუ მაღალი რანგის მეცნიერი არ ეყოლება ფაკულტეტს, სახელმწიფომ არავითარ შემთხვევაში სადოქტორო პროგრამა არ უნდა მიწეს. თუ ის მაღალი რანგის მეცნიერს გამოცდილება არ აქვს, როგორც პედაგოგიური მოღვაწეობა სამეცნიერო საზოგადოებაში, და მისი ციტირების ინდექსი მაღალი თუ არ არის. თუ ასეთი რანგის მეცნიერი არ გვაქვს, სადოქტორო პროგრამა არ ჭირდება იმ უნივერსიტეტს. ამის შემდეგ დაიწყებს დეკანი და ევროპაში და ამერიკაში და ყველგან დეკანი ეძებს მაღალი რანგის მეცნიერს, იწვევს. ახლა დეკანს ზოგადად ახლა ყველგან არ არის ეს, არაფერში არ აინტერესებს თავის ფაკულტეტში მაღალი რანგის მეცნიერი თუ ეყოლება. მერე სადოქტორო პროგრამა არის ისეთი,
კარგი დაუშვათ ეს დაიცვა დისერტაცია, მაგრამ ვერ იქნება ეს კვალიფიციურად მაღალი დონის, იმიტომ რომ ის არ იქნება მეცნიერულ საქმეებში ჩართული, აქედან გამომდინარე მეცნიერების გარეშე საქართველოს არ უწერია ტექნოლოგიური განვითარება, ჩამორჩენილი ქვეყანა ყოველთვის იქნება სხვისი გარე მეზობლების მიტაცებისთვის ზედ გამოჭრილი. და თუ კიდევ მათქმელიმებთ, ესე იგი მეცნიერება არის ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული სიძლიერის აუცილებელი საფუძველი, სხვა რამ კაცობრიობას არ მოუფიქრებია, აზროვნების სხვა ფორმა არ არსებობს, ის ქმნის ეკონომიკურ კეთილდღობას, კულტურულ პროგრესს, საზოგადოებრივ სტაბილურობას, განათლებულ საზოგადოებას, ინოვაციასა და ღირსეულ ადგილს მსოფლიოს სივრცეში. აი ეს არის მე მინდოდა ბატონო ვახში ამაზე ველაპარაკა და ბოდის გიხდით რომ ცოტა დიდხანს ვისაუბრე. ძირფესვიანად აგვიხსენით ეს ყველაფერი, მე რა მინდა ბატონო სანამ სიტყვას მოხდები, გავიხსენე უბრალოდ. აი გუშინ წინ მე მგონი გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სომხეთში მოდის ცნობილი რომელიღაცა ფირმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტზე ესე იგი ამუშავებენ ხალხს და სომხეთი ერთვება აი ეს მაღალ ინტელექტუალური სამეცნიერო პროექტებში და რა თქმა უნდა ეს როგორც თქვენ ბრძანეთ აი ამ თქვენი გამოსვლის შემთხვევაში ესე იგი მან გადადგა პირველი ნაბიჯი მაღალ ეფექტური მეცნიერების და განათლების დონის ამაღლების საქმეში. ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფალი იმით წაგვეტრაბახა პირველად რომ აი გაგიხსენით შესაძლებლობა ევროპაში კარტოფილის სათხრელად წასასვლელადო და ამითი ესე იგი დაასაბუთა ის რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხელისუფლება არის ახლა მე არ ვიცი ახლა ვიღაცამ ეს არ არის არც იძულებული არც ბოგმა არც ეს ფაქტია ხალხო ეს ხომ ასე იყო ესე იგი ხელისუფლება უნდა ტრაბახობდეს იმით რაც აი ახლა იმ პაშინიანმა გააკეთა მე მაგალითად შურს რომ მაგათ ჩვენ დაგვასწრეს და ამ დროს იგივე მასკი და იგივე ეს გეიცი და ასეთი საერთაშორისო კორიფეები ჩვენ მეტი ქონდა შანსი რომ მათი მაღალ ტექნოლოგიური წარმოებები და მეცნიერული კვლევები აქ შემოგვეტანა, იმიტომ რომ კადრებიც შესაბამისი ყავდა და მაშინ როდესაც აი ასეთი გიადვარის რანგის მეცნიერი ყავს და კიდე რამოდენიმე გვარი არის ასეთი ევროპაში და ამერიკაში ცნობილები, რატომ არ უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობები? ბატონო ვახში თქვენ ახსენეთ სომხეთი, მაგრამ სომხეთზეც მინდა ვისაუბრო და აზერბაიჯანზე. თქვენ მოგესალმებათ რომ 30-32 წლის წინ რუსეთის დახმარებით სომხეთმა ფაქტობრივად აზერბაიჯანს ყარაბაღი თქვა და წაართვა. შესაბამისად მაგ პერიოდში დღევანდელი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მამა იყო უფროსი გეიდარ ალიევი და მან თავის შვილს ამდენად დაუტოვა რომ შენ სწორი პოლიტიკით უნდა შეძლო და ამ მიწების დაბრუნება დაშენ. მე რამდენად ვიცი, რადგან კოლეგები მყავს მეცნიერები აზერბაიჯანში, მან დაახლოებით 25-30 წლის წინ დაიწყეს პროექტი, შეარჩიეს ნიჭიერი ახალგაზრდა აზერბაიჯანელები სხვადასხვა დარგში, მათ შორის პოლიტიკაში, მათემატიკაში, ფიზიკაში და შემდეგ და სახელმწიფო მოგესალმება დაბრძოლი მაშინაც ჰქონდათ მათ სახელმწიფო ხარჯზე გაუშვეს სასწავლებლად ევროპა ამერიკაში. ოღონდ დათქვეს. რუსეთში არ გაუშვა? არა, მე ზუსტად ევროპა ამერიკაში და დათქვეს რომ თქვენ რომ დაამთავრებთ იქ თქვათ 4 წლიან ბაკალავრიატს მერე მაგისტრატურას და ხარისხებსაც ნაწილი დაიცავთ და შემდეგ ყველა აი ამ პერიოდში ჩვენს ხარჯზე სახელმწიფოს ხარჯზე ხართ მერე უნდა დაბრუნდეთ სამშობლოში მინიმუმ 5 წელი მაინც და იმავე
მე რა თქმა უნდა თუ დარჩებით კიდე უკეთესი, მაგრამ მე ვთქვათ შეგიძლიათ მე წახვიდეთ თუ შესაბამისად თქვენ მოგესალმებათ რომ საბჭოთა კავშირის დროს სადაც მუშაობდა განათლებაში და მეცნიერებაში პრუსიული სკოლა, ანუ გერმანული სკოლა, მოგესალმებათ მე მათემატიკოსი ვარ, ბატონი გია მათემატიკოსი, თქვენ მართვის თეორიის ფაქტურად მართვის სპეციალისტი. ეს სკოლა, უმაღლესი სკოლა და საშუალო სკოლა ზუსტ და ფუნდამენტური მეცნიერების კუთხით იყო ძალიან კარგი. თუ უმაღლეს სკოლაში იყო, რა თქმა უნდა და იყო ჰუმანიტარულ დარგში ზეწოლები, იდეოლოგია და შემდეგ, ზუსტ მეცნიერებაში ეს არ იყო. მეტის, ჩემთვის მიუღებელი პირველი პირი სტალინი და მისი მართვის სისტემა ცალია მე არ მომწონდა ბუნებრივ, მაგრამ მას ესმოდა რომ საბჭოთა კავშირი აი ამ ბრძოლას ძლიერ ქვეყნებთან ამერიკა და შემდეგ გაუძლებდა თუ შეარაღება, ანუ ტექნიკა, სამხედრო დანიშნულების ესე იგი პროდუქცია იქნებოდა მაღალი დონის. ამისათვის მან უმაღლესი დონის ხელფასები ჰქონდა ინჟინრებს და მათემატიკოსებს, ოღონდ გამოყენებით დარგში ვინც იყო. ჩემი ხელმძღვანელი აკადემიკოსი ლეონიდე სედოვი მეუბნებოდა მე რომ ტოპოლოგია ეს არის მათემატიკაში მიმართულება, წმინდა მათემატიკა, სადაც საერთოდ კავშირი მართლაც არა აქვს გამოყენებასთან. და ვინც ამ დარგში მუშაობდა, ომის დროს ქონია პაიოკი ეგრეთ წოდებული 100 გრამი. ხოლო ვინც მუშაობდა გამოყენებებში, ეს სედოვი ჩემი ხელმძღვანელი იყო ილია ვეკუაზაბუსხელიშვილის ვაკაცი, ჩვენ გქონდა 600 გრამი. რადგან გამოყენებაში მუშაობდა წყალქვეშა და ამ შემდეგ ამ შემდეგ. და ჩვენ უწილადებდით იმას ესე იგი ანუ სტალინსაც ესმოდა რომ იმ დარგის სპეციალისტები მაინც უნდა მატერიალურად კარგად ყოფილიყვნენ, ვინც ის თქვენ მოგესალმებათ, როცა ბერიას მეშვეობით ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი გუსტავ ჰერცი და ძალიან ცნობილი ჰიტლერის საუკეთესო ფიზიკოსი მანფრედ ფონ გარდენი, ესე იგი ბერიამ ესე იგი გერმანიიდან როცა აიღეს საბჭოთა კავშირმა ბერლინი, ჩამოიყვანა და სოხუმში ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი. დაასრულეს ამერიკელებს, თორემ ამერიკელები წაიყვანენ. იმათ ხელფასი დაუნიშნეს, მაგალითად არდენეს ქონია 10,000. როცა ჩვეულებრივ იმას ხონდა 500. ანუ წარმოიდგინეთ, ესმოდა ეს რომ ესე იგი ჭირდება თავებს მაინც აძლევდნენ ის. ახლა ბატონო ბავშვი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინ საბჭოთა კავშირში არსებობდა სისტემა, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანაში, ევროპაში, დღემდე არის დარჩენილი უნგრეთში, დღემდე დარჩენილი არის სომხეთში, დღემდე დარჩენილი არის აზერბაიჯანში და სომხეთს თქვენ რადგან შეეხეთ. სომხეთი უკვე წლები ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს საფრანგეთთან ერთად, იცით რომ სომხური ლობი საფრანგეთში ძლიერია, სერიოზულ კონფერენციებს ქვეყნდება სტატიები და იბეჭდება წიგნები სკოპუსში და ვებსაიტში და იქ ზუსტად ეს კავშირების გამომდინება იყო. და როცა საბჭოთა კავშირში სწორად გამიგდნენ ჩვენმა მეგობრებმა, აზერბაიჯანელებმა და სომხებმა, ქართული სკოლა სამი იყო საერთაშორისო დონის, მათემატიკური ბუსხელიშვილი ვებუა, ფიზიოლოგია ვერიტაშვილი და უზნაძეს განწყობის თეორია. ჩვენ უფრო მაღალი დონის მეცნიერები ყავდა, იმათაც ყავდა, განსაკუთრებით სომხები, მაგრამ ჩვენ ყავდა. დღეს და ყოველთვის თავისუფლებაზე, განათლებაზე ორიენტირებული ევროპა, ამერიკა და აღმოსავლეთში იაპონია და სამხრეთ კორეა, აი ეს სისტემა უფრო ხელს უწყობს ნიჭის ბოლომდე გამოვლინებას. ეს ნაბიჯიანი სისტემა მეცნიერებათა კანდიდატი მოცემულ დარგში, შემდეგ მეცნიერებათა დოქტორი მოცემულ დარგში, იქ იყო ასე საბჭოთა კავშირის დროს.
რომ თუ შენ გინდოდა გამხდარიყავი მეცნიერებათა კანდიდატი მოცემულ დარგში, ფიზიკა, ბიოლოგია შემდეგ, შენ კონკრეტული ერთი ამოცანა უნდა გადაგეწყვეტ და გამოქვეყნებინა სტატია მინიმუმ 3 შედარებით კარგ ჟურნალში და არა ლაგოდეხილ ესიჭილის ჟურნალში. შესაბამისად, მე გადიოდი დასვაზე, იყო ესე იგი ორი რეცენზენტი და ერთი ორგანიზაცია, რომელიც იყო წამყვანი ორგანიზაცია. ხოლო თუ გინდოდა შემდგომში მეცნიერებათა დოქტორი შემდგა შეგექმნა მოცემულ დარგში ახალი მიმართულება. გამოგეცა მინიმუმ 20 მაინც, შეიძლება მეტი სტატია უკვე უფრო უკეთეს ჟურნალებში და შემდეგ თუ მაინც იყო შეკითხვები, ანუ თქვა 1-2 მაინც წინააღმდეგ იყო საბჭო მაინც დისერტაცია ითვლებოდა დაცულად, მაინც შეიძლება ეგრეთ წოდებულ საატესტაციო კომისიაზე, ეგრეთ წოდებულ ვაქს გაეგზავნა ეს სადოქტორო დისერტაცია შავ ეგრეთ წოდებულ უცნობ ოპონენტთან და შემდეგ ისწვეთდა მართლაც იმსახურებდა თუ არა ეს. 2006 წლამდე ეს სისტემა მუშაობდა. განსაკუთრებით ზუსტ ფუნდამენტურ მეცნიერებაში, მათ შორის მართვაში, ინჟინერიაში შემდეგ საქართველოში მათ შორის ისმენოდა საკმაოდ კარგი დისერტაციები. მე უკვე წლების განმავლობაში ვიყავი სადისერტაციო საბჭოს წევრი. მაგრამ 2006 წლიდან რადგან 2005 წელს ჩვენ შევუერთდით ბოლონის პროცესს, ბოლონის პროცესი ესე იგი ითხოვდა გადასულიყავი სხვა სისტემაზე, როგორც არის ევროპის უმრავლესობა ქვეყანაში, მაგრამ ევროპის და ამერიკაში აზრად არ მოუდის პიროვნებას, რომ გახდეს მეცნიერი მიჭის და შესაბამისი მოწოდების გარეშე. იმიტომ რომ მეზობელს მიჩვენოს, რომ ის მეცნიერი. არ ჭირდება ეს. იქ არის ერთი PhD-ის დოქტორი, იცავ მაგალითად მათემატიკაში, ან ფილოლოგიაში, მაინც განიჭებენ Doctor of Philosophy და შემდეგ თუ მაინც და მაინც დოქტორ ჰაბიბილიტი, ანუ მაღალი დოქტორი, შენ მოცემული ამშუალეთში შრომებს წარადგენ, გარკვეული კომისია ობიექტური არა ის, რომელიც მინისტრია ან მოადგილე და საერთო კავშირი არ აქვს მეცნიერებასთან. არამედ ობიექტური კომისია ამას ნაშრომებით ანიჭებს უფრო მაღალ ხარისხის დოქტორ ჰაბიბილი. დოქტორ. დიახ. აი ახლა რომ აი სისტემა ბატონ გიამ სწორად ძაბა, რომ სადოქტორო პროგრამებზე გამრავლდნენ ახლა ეს დოქტორები, აკადემიური დოქტორები მიაქციეთ ყურადღება, საერთოდ სიტყვა მეცნიერება ამოიღეს 2006 წელს ხარისხიდან. მაგალითად ესე იგი იცავ ხარისხს მათემატიკაში, განიჭება აკადემიური დოქტორი მათემატიკაში, ფილოლოგიაში, აკადემიური დოქტორი ფილოლოგიაში. ანუ მეცნიერება სიტყვა ამოღებულია, რა დამაშავებული არ ვარ ეს. აი საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ყოფილა 45-დან 50,000-მდე მეცნიერი, რომელიც ნაწილი იყო ხარისხის არ მქონე, მუშაობდა კვლევით ინსტიტუტებში, ბევრი იყო. დღეს დაახლოებით როგორც თქვა ერთ-ერთ ესე იგი კონფერენციაზე ბატონ ლადო პაპაომ, საქართველოს მეცნიერებათა და ეროვნული აკადემიის სწავლულ დივანმა, დაახლოებით 1200 არისო მეცნიერი დარჩენილი და აქ ბატონ გიამ სწორად ძანენ, რომ მეცნიერი შეიძლება იყო ის ნაწილი იქიდან, ანუ ადრე დაიცვა, მუშაობდა შემდეგ, მაგრამ მეცნიერად მე პირადად უწოდებ იმას, რომელიც მოქმედი მეცნიერი არის. აუცილებელი არ არის ყოველ წელს აქვეყნებდეს 3-4 სტატიას, იმიტომ რომ მათემატიკის და ზუსტ დარგში ეს ძნელია. ეს ვიღაცა თუ ლაპარაკობს რომ აქვეყნებ ბევრ სტატიას ამ დარგში, იქ იქნება წყალწვალა სტატიები უმრავლესობა. მაგრამ თუნდაც 1-2 სტატია რომ გამოაქვეყნოს, უკვე ის მოქმედი მეცნიერია. უნდა აქვეყნებდეს კარგი, მაღალი რეიტინგის ჟურნალებში, ეს ინდექსირებული Scopus-ში, ინდექსირებული Web of Science-ში და კიდე უკეთესი ინფოფაქტორში. ჩემი ვარაუდით დღეს საქართველოში ნაღდი მეცნიერი, მაღალი კვალიფიკაციის, მოქმედი, მის დადის საერთაშორისო კონფერენციებზე ეცალკე საკითხია, რამდენად მატერიალურად შესაძლებელია ამ კონფერენციის დასწრება, მაგრამ ეს ცალკე საკითხია, უნივერსიტეტი ხელს უნდა უწყობდეს ამისათვის, არა აღშობდეს.
დაახლოებით 150-200 კაცია საქართველოში, ყველა დარჩი ერთად აღება. დანარჩენები იმ 1200-მდე არის ყოფილი მეცნიერი, რომელიც არის, თქვათ, კი ბატონო, ადრე იყო მეცნიერი და უკავია თანამდებობა და ასე შემდეგ. ამიტომ მე მომხრე ვარ, რომ სადოქტორო პროგრამები უნდა იყოს მიღული მოქმედ მეცნიერთან. არ შეიძლება უნივერსიტეტში იყოს სადოქტორო პროგრამა მიღული სწორად გამიგეთ აკადემიურ დოქტორთან, რომელმაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა აკადემიური დოქტორი, ორ კვირაში ხდება გარკვეული სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ან ხდება დაუშვათ მინისტრი ან მოადგილე. ეს არ შეიძლება, რადგანაც მიღული სტუდენტი მოდის დოქტორანტურაში პროფესორთან, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგი, მოქმედი მეცნიერია და ყავს მისი ხელმძღვანელობით უკვე დაცულია დისერტაცია. ამიტომ უნდა შემცირდეს იმ უნივერსიტეტების რაოდენობა, სადაც არის სადოქტორო პროგრამა, ეს გამოვიწევს უნივერსიტეტების რანგი ჩამოსვლას, სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება სასწავლო უნივერსიტეტი, მერე სასწავლო უნივერსიტეტი არ არის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი საქართველოში უნდა იყოს არა 14-15 ბიუჯეტ ლაპარაკობ სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მოქმედებენ პროგრამები, არამედ 5-6 მაქსიმუმ. როგორც თბილისის უნივერსიტეტია, როგორც დაუშვათ ტექნიკური უნივერსიტეტია, თითო ორ-ორ სხვა. და ეს არ უნდა იყოს სადოქტორო პროგრამები მიღული იმაზე, რომ გარკვეული პოლიტიკოსებს, გარკვეული ფუნქციონერებს CV-ს ანუ კურიკულუმ ვიტაეს გასაზრდელად ზოგიერთი უნივერსიტეტი ამარაგდებდეს მათ ამ CV-ს გასაზრდელად აკადემიური დოქტორის ხარისხს. დიდი მადლობა. მე დავამატებ ახლა უბრალოდ იმას, რომ აი იქ სადაც მე მოღვაწეობდი ატომურეწურობის სამინისტრო იყო, იქ პირდაპირ იყო მოთხოვნა დისერტაციების მიმართ აუცილებლად შენი შედეგების დანერგვა. აუცილებელი დანერგვის მიღებული ეფექტი. თუ შენ ვერ დანერგავდი, კი იყო ასეთი გამოთქმა არის, რომ უარყოფითი შედეგით შედეგია მეცნიერებაში, მაგრამ ეს არ არის ყველგან და ყველაფერში. ეს შეიძლება ფუნდამენტალურ მეცნიერებაში, მაგალითად ფიზიკაში რაღაც ერთი მიმართულება საინტერესო იყოს და მე ვიღაცამ დაადგინა, რომ ეს მიმართულება საერთოდ ას კარგავს. მან დაადგინა, რომ აქეთ არა აქვს აზრი ამ მიმართულებით მუშაობას და ეს მაინც რაღაც დადებითია მეცნიერებისათვის, მაგრამ შენ როცა მიდიხარ და დაუშვათ რაღაც დანადგარის ოპტიმალური მართვის სისტემას აკეთებ და იმ შენმა დამუშავებელმა სისტემამ როცა მას დანერგავ, იმას არ მოგცა იქ ეფექტი, ან ხარისხი არ გაუმჯობეს და ან რაოდენობა არ გადიდდა, ან თვითღირებულება არ შემცირდა, მაშინ შენ დისერტაციას ვერ დაიცავდი, ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს ასე იყო. მე ის რაც გავაკეთე და მეცნიერული იყო, ის რაღაც იყო 6-7 თვის ამბავი და გავაკეთე და 4 და 5 წელიწადი მე ვიბრძოდი, რომ ის დამენერგა, მე ესე იგი მიიღო შედეგი და ეს ყოფილიყო აღიარებული ერთი ორგანიზაციის მეორის, მესამის და ასე ვთქვათ იგივე კონფერენციებზე და იმებზე და აი მე უკვე გადიოდი და იცავდი დისერტაციას. ახლა ჩვენ ეს არ არის სამეცნიერო დაწესებულება და ჩვენ ვინმეს რომ არ შეექმნა საბერჭილება, რომ აი ჩვენ ახლა ხრნად ამ საქმეში მივიდივართ, იმიტომ რომ მეცნიერება ჩვენ გვაწუხებს ქვეყნის არასწორი მართვა და ჩვენ ვამბობთ, რომ მეცნიერება და განათლების მიმართ სახელმწიფოს 30 წლიანი აი ასეთი დამოკიდებულება არის ერთ-ერთი მთავარი ბჭყალებში მონაპოვარი ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მართვის სისტემაში ძალიან მოვიკოჭლებთ, იმიტომ რომ არ არის მეცნიერული მეთოდები დანერგილი, არ არის მეცნიერების კვლევების შედეგები გამოყენებული მართვაში და შენ თუ ახლა მზად ხარ, შენ გამოგცემ და მე ამის ერთ-ერთ მაგალითად მინდა მოვიყვანო ერთი მეცნიერის აი ეკონომიკაში ის რას ამბობდა და რას როგორი
მიდგომა ქონდა და რა მივიღეთ ჩვენ. ამას მე როგორც მაგალითს წაგიკითხავთ და გაჩვენებთ. პირველ რიგში მინდა დავამატო ის აზრი, რომ ეს გაგრძელება ფაქტობრივად თქვენი საუბრებისა ბატონი თემუს თქვენისა. აი მაგალითად უნივერსიტეტში არის მაღალი რანგის მეცნიერი, რომელსაც ყავს თავისი დოქტორანტი და მათ აქვს შედეგები მიღებული. სამეცნიერო შედეგები, რომელიც უნდა გააცნოს არა მარტო საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას, არამედ უცხოეთში. ამისთვის უნდა იყოს დაინტერესებული, აი სწორედ სადოქტორო პროგრამა როცა იქნება მიმაგრებული ცნობილ მაღალი რანგის მეცნიერთან, აი ეს მეცნიერი, მისი დოქტორანტი უნდა იყოს დაფინანსებული შიდა გრანტითაც. შიდა გრანტი ვერ იქნება უნივერსიტეტში მარტო თუ სტუდენტის თანხით ფინანსდება უნივერსიტეტი. ამიტომ სახელმწიფო მკეთილი ინებოს მარტო კი არ გაუზარდოს ხელფასები მოსამართლეებს და კიდევ ვიღაცებს პარლამენტარებს, გაუზარდოს დაფინანსება თუ კომისია, ახლა ეს სამთავრობო კომისია თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, დამატებით უნივერსიტეტს გამოეყოს ფული არა მთლიანად ყველას, არამედ თუ ცნობილი პროფესიონალი მეცნიერი თავის დოქტორანტს ზრდის და წარმოაჩენს მეცნიერებას მაღალ დონეზე, აი სწორედ მიზან მიმართულად მეცნიერული დაფინანსება იქ უნდა იყოს. ჩვენ ახლა გვიწევს, მაგალითად ახლა ამ შემთხვევაში ჩვენზე გვექნება საუბარი მათემატიკოსთა კონგრესი, მათემატიკოსების და საერთოდ კონგრესი 4 წელიწადში ერთხელ იმართება მთელ სოფლიოში, მაგალითად ახლა ტარდება უпроსტად მომავალ წელს არის 2026 წელს ფილადელფიაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი სამჯგუფიანი სამეცნიერო ჯგუფი ვართ, ბატონი თემურის ხელმძღვანელი, ჩვენი თემა წარდგენილია. ჩვენ დღეს აი უნდა იცოდეს ქართველმა მაყურებელმა საერთოდ წინა წასვლაზეც კიდევ Facebook-ზე გამოვაცხადეთ, რომ თანხა არ ქონდა. რატომ უნდა გვიწევდეს ჩვენ საერთაშორისო კონგრესზე, როსაც წარმოვადგენთ საქართველოს, მაგალითად მე ლინგვისტთა კონგრესზე ვიყავი კეიპტაუნში. სოფლიო კონგრესი იყო, რომელიც ჩემი ნაცნობობით და მეგობრობით ადამიანებმა დააფინანსეს ეს. სახელმწიფოს არ უზრუნია ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი დაფინანსება, ახლაც არ ზრუნავს არანაირად, რომ ჩვენ წავდგეთ, აი სწორედ მეცნიერების აღიარება ეს არის, რომ მეცნიერი წარმოადგენს თავის ნაშრომს არა მარტო თვითონ, არამედ თავის დოქტორანტთან ერთად. ესე იგი ზრდის ის თვითონ მეცნიერი ხო არის, შეიძლება მეცნიერია კაც, მაგრამ დოქტორანტს ვერ ზრდიდეს, ანუ ეს გამოცდილებაც არ კონდეს. ამიტომ როცა ის აგრძელებს, აი ესეთი ამბავი თურქეთში გაკეთდა, მოგცემენ დაფინანსებას თუ გაზრდი ახალ დოქტორანტს, რომელიც იქნება კვალიფიცირებული. აი ასეთი ტიპის მეცნიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თიძე ჩამოსათვლელია, სხვაგანაც ნაკლები იქნება. სამწუხაროდ ჩვენ მაგალითად არანაირი ნული, ესე იგი როგორ გითხრათ, პატივიცემა იმ ხრივ რომ მიხვიდეთ, არავინ არ შემოხედავს სახეზე, რომ გითხრათ, მართალი რომ გითხრათ, ის ადმინისტრაციული ერთეულში, რომელიც მუშაობს ადამიანი, მას არანაირი პატივიცემა არ აქვს მეცნიერის მიმართ, იმიტომ რომ მას აქვს ხელფასი და იმას დანიშნავენ ზემოდან, როგორც უნდათ, ირჩევენ დეკანებს, როგორც უნდათ. ნიშნავენ. ხო, აი, როგორც ხდება ეს მე თუ დეკანი არის, მე ეხლა დაამთავრა, მე გაწვიან ერთმანეთში თანამდებობას, მე ახალი მასზე და ჩვენ როცა მეცნიერულ ნაშრომებზე მუშაობთ, იმ მეცნიერს 500 ლარი უნდა კონდეს. აი, ბატონ პრემიერ-მინისტრი ვეუბნები, რატომ უნდა მქონდეს მე 500 ლარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მე წელიწადში ორჯერ მაინც ვაქვეყნებ ნაშრომს, რომელიც ქვეყნდება სკოპუსში. ხუდუშაურს, რომელმაც ასე მოაწონა ჭალებში თელს. ხო და არ გჭირდებაო 18000. ახლა გეუბნებით დეკანიც და ყველანი ზოგადად ასეთ აზრზე არ გჭირდება ჩვენ მეცნიერული ნაშრომები, საერთოდ არ იხედებიან CV-ში, ანუ ანგარიშში არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ნაშრომს დაწერთ თუ არა. აი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასეთი დამოკიდებულება არსებობს ზოგადად, მე ამას ყველაფერს ხედავ, ეხლა პიროვნებებზე არა მაქვს საუბარი, ზოგადი მოვლენა ეს, არანაირი მეცნიერული პატივიცემა, მე ჩემი მთელი ცხოვრება, რაც სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტი დავამთავრე, სულ მეცნიერებაში მუშაობ. მეტი საქმე მე არ მაქვს. მე ამაში მოღვაწეობ და აქ შემიძლია რაღაცა წარწიო, რაღაცა თემა გავაკეთო. მაგალითად ეხლა
პირველი ჩემი გამოკვლევა რომელიც იყო ფესტოს დისკოსთან დაკავშირებით არც ერთ მეცნიერს რომელიც ზოგჯერ რაღაცას იტყვის ჩემთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ ნაშრომი არ აქვს საკითხული შეიძლება სათაურიც არიციან რომელიც მე ვიშრომე მარტო ფესტოს დისკო ეს იმენად პოპულარული გახდა რომ ყველა ცდილობს თითქოს დეშიფრაცია ესე მარტივი რომ იყოს ყველა გაშიფრავდა წარადგინოთ ეს მოხსენება საერთაშორისო კონგრესზე მაგალითად მე წარვადგინე 2008 წელს ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე მარტო ფესტოს დისკოს ეძღვნებოდა ის აი წარადგინონ და რამდენს ექნება სამეცნიერო ნაშრომის მიღების 1000 მოხსენება იყო თეზისის სახით შეტანილი და 12 დაუშვეს. აი ხა პირველად ვამბობ ჩემთან დაკავშირებით 12-თაგანი ერთი ჩემი ნაშრომი იყო, რომელიც მოისმინა ევროპის სამხალვა დიდმა. საქართველოს სახელი. ამის გარდა ახალზოვანი წარწერები წაკითხვა. ეს ყველაფერი გონიათ რომ ძალიან მარტივად კეთდება. რაღაცა დეშიფრაცია გააკეთა, რაღაცა მოიკითხა გიაყვაშილავა. ესეთი დამოკიდებულება არის თავად უნივერსიტეტში. ჩვეულებრივ ხალხზე არ მაქვს ლაპარაკი. და იტყვის, ეხ რაღაცა წაიკითხა. ჯერეთ მე ვარ მათემატიკოსი, რომელიც აი ბატონ თემურმა მაინც იცის, რომ მე როგორი მომშავე ვარ ყოველი სიტყვის თამას გამყრელიძე ყოველთვის მეუბნებოდა ბატონ თამაზე წინადადება ისე უნდა იყოს დაწერილი არც ზედმეტი არც ნაკლები. და ასე ყველა სიტყვას ვანგარიშობ, ვანალიზებ და ისე მუშაობ და მე ბატონ თემური ასწორებს ამას. ანუ ამდენი ის მიმდინარეობს ჩვენ კვლევის თვალსაზრისით. რატომ უნდა გვიწევდეს ბატონო ვახში ჩვენ ფინანსების მოძიება კიდევ 46 ქვეყანაში წარვადგინეთ სამეცნიერო ნაშრომი და ყველაფერი ეს არის გაკეთებული უცხოელი დაუშვათ უცხოელი პიროვნებების მიერ, ვინც მოწონდა ეს თემა, ამ თემასთან დაკავშირებული იყვნენ, იმათი დაფინანსებით და ქართველი ბიზნესმენების მიერ იყო. არც ერთ პერიოდში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ისიც მითხრა, ძალიან კაი კაცია ის კაცი, ბატონო, მე უკვე რამდენჯერმე დაგაფინანსებდო, ახლა სახელმწიფო მაინც ეცადოსა. აი მე ვეუბნები ქართველებს, ვინც ამის მომხრეა, იმის მომხრეა, არც ოპოზიცია და არც პოზიციაზე ვლაპარაკობ მე, არც ერთ მეცნიერება არ აინტერესებს. როგორ გინდათ თქვენ ქვეყანა განავითარო, ჩვეულებრივ ხალხიც აყვებიან ახლა ამას იცავენ, იმას იცავენ. მეცნიერი არც ერთს არ გაინტერესებთ. ის სამეცნიერო ნაშრომები, რომელიც ჩვენ შევქმნით, დაუშვათ ახლა რომელიც ახლა მალე იქნება კიდე გამოტანილი და უბრალოდ ისე რომ თქვათ ჩემი კვლევა 4000 წლოვანი სახელმწიფოების განსაზღვრა ზოგ ქართველ მეცნიერი იცინის 3000-ის როგორ ვართ 4000 ის კი არ უნახავს რის საფუძველზე ვლაპარაკობ ჩვენ ამას წარწერებში ნახსენებია ბატონო ვახში ჩვენი ეთნოსის წინარე სახელები და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა ლინგვისტური ნაწილიც და მთელი მათემატიკური და ეკონომიკური ნაწილიც ეს ახლა ამაზე მე არ ვილაპარაკებ მე ვეტყვი ქართველებს რომ ისწავლეთ მეცნიერება რა არის მეცნიერი ვინ არის და ყველას ნუ უწოდებ და ნუ გამოყავთ ტელევიზორებში ყალბი მეცნიერები რომლებიც არიან რა თქმა უნდა არაფრის ბაქნისები არაფერი რომ წავა დღე გავა და შეიცვლება ადმინისტრაციულ იმაში კაციშვილი ვერ ნახავს ვერსად ამ ადამიანებს ჩვენ მაინც არაფერი არ გვაქვს მეცნიერებს მაგრამ მაინც ცოცხლები ვართ სამეცნიერო მიმართულებით მოღვაწეობით მე მაგალითად ბედნიერი ვარ იმის გამო რომ მეცნიერებაში მუშაობ მიუხედავად ამისა და კიდევ ბედნიერი ვარ ის რომ მე შემხვდა ისეთი პიროვნება ბატონ თემურის სახით ახლა ამ შემთხვევაში რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ვიკამათოთ ლოგიკურ დასკვნაზე გავიდეთ მე შეფასებაშიც კი მე ვიცი რომ ბატონი თემური შეფასებაში არც იქნება ზედმეტი და არც ნაკლები ის ყოველთვის ობიექტური იქნება იმიტომ რომ ნამდვილი მეცნიერი ასე არის მეცნიერი თუ სხვის ნაშრომს არ აფასებს ის ვერ იქნება მეცნიერი მოკლედ ეს მინდოდა მე მეთქვა კიდევ სხვა რაღაც საკითხებზე მინდა მეთქვა თქვენთვის აღამდეთ მე სიტყვა მაგრამ ამის საშუალება ხლა ჯერ არა გვაქვს და შემდეგ იმაში გავაგრძელებთ მე ახლა აი ის რაც ითქვა ეს მინდა შევაჯამოთ. მოკლედ ძალიან ცუდად არის განათლების და მეცნიერების საქმე საქართველოში. ძალიან ცუდად არის და არანაირი გამონათება არ ჩანს. არც ერთი ოპოზიციონერი ძალის პროგრამაში.
ნათქვამში და მაგ ადამიანების გამოსვლებში. ერთადერთი ორგანიზაცია არის ეს ორგანიზაცია მეცნიერთა კონგრესი და ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად არის, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მეცნიერებას და ეს ყველაფერი აღწერილია როგორც იმ დოქტრინაში, რომელიც ჩვენს მიერ არის შემუშავებული, ასე იმ 21 პუნქტიან პროგრამაში, რომელიც არის ჩვენი პროგრამა დამუშავებული ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და ასევე იმ წიგნებში გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ და რა ვაკეთოთ რომ გადავრჩეთ ესე იგი ეს ორი დიდი ფუნდამენტალური ნაშრომი იქ ყველგან ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკური ხელმძღვანელობის როლზე მეცნიერების და განათლების განვითარების საქმეში. აი ჩვენ დღეს სამწუხაროდ ის რაც აქ ითქვა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში რომ აი ეს ხელისუფლება ასევე როგორც წინა ხელისუფლება ასევე მისი წინა ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერს არ ანუ ახლა ეს ცოტა იმათ ხატრულად ნათქვამი აბსოლუტურად რაღაცა შეიძლება გააკეთო მაგრამ არასაკმარისად აქცევდნენ ყურადღებას მეცნიერებას და განათლებას საქართველოში და ჩვენ უკვე რეგიონშიც ჩამოვჭით ძალიან მაგრად ის რომ ბატონო გია თქვენ ვერ გაფინანსებთ არა კიდევ ერთი საკითხი მაქვს საქმე აი ამაზე მინდა გითხრათ აი ჩვენ ყავდა ერთი მეცნიერი ჩვენი წევრიც იყო და ბევრი სხვა ორგანიზაციის ეს არის ბატონი ანზორ საკანდელიძე ეს ცნობილი სპორტსმენი ცნობილი ეროვნულ მოძრაობაში გამორჩეული კაცი პირველი პარლამენტის წევრი ადამიანი რომელიც სიცოცხლის ბოლომდე 2 წლის წინ გარდაიცვალა სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა რაღაც იდეების განსახორციელებლად და ეს იდეები მას მეცნიერულად ჰქონდა ჩამოყალიბებული მე ის ადამიანი ერთხელ მყავდა ჩემს გადაცემაშიც და ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ და ვიცოდი და დღეს შემთხვევით სახლში ჩემს ბიბლიოთეკაში ნახე აგერ მის მიერ ნაჩუქარი წიგნი. აი რა მინდა აქ თქვა. ესე იგი ის ამტკიცებდა რომ საქართველოს ასეთი საგადასახადო სისტემით მარტო ამაზე ხაზი გაუშვათ ახლა იმას ბევრი რაღაცები ქონა და ასეთი საგადასახადო სისტემით ევროპა არ მიგვიღებს. თელს ევროპაში არის ჩამოყალიბებული რაღაცა სისტემა და ამას ქვია პროგრესული შემოსავლო გადასახადის სისტემა. და აი ახლა მე აქედან ამონარიდები მინდა წაგეკითხოთ. ესე იგი, ახალ ეკონომიურ პრინციპებზე დაფუძნებული ახალი საგადასახადო კოდექსია შესაქმნელი. ის რაც ჩვენ გვაქვსო, იმას ვერ გადავამუშავებთ, იმდენად ცუდი არისო, ახალი არისო საჭირო. ეს კი მოითხოვს სპეციალურ სამთავრობო კომისიის შექმნას, საუკეთესო საგადასახადო კოდექსის პროექტზე ტენდერის გამოცხადებას. ეს ახალ ეკონომიური დარგის მეცნიერების მიმართულებითა ეს ყველაფერი და მისი შედეგების საჯაროდ განხილვას რაც დაკავშირებულია დროის ლიმიტთან აქედან გამომდინარე ვფიქრობთ რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების გაჭიანურებულმა პროცესებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ბიუჯეტში ასეული მილიონობით ლარის სწრაფად დამატებით მობილიზაციის ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ორ ცვლილებას რომელიც ავტომატურად შემდეგში უკვე გათვალისწინებული იქნება ახალ კოდექსში. ამ ორი ცვლილების აუცილებლობას კი 15 წელიწადზე მეტია ხშირად ვასაჯაროებთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებსა ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუებში. ესე იგი ეს კაცი დაახლოებით 5 წლის წინ არის დაწერილი 15 წელი ესე იგი შევანაძის დროს ამას ქადაგებდა მიშას დროს ამას ქადაგებდა და აი ამ ჩვენი ოცნების დროს დავიწყოთ პირველი ცვლილებით რომლის გატარების გარეშე ჩვენ ევროკავშირში არასოდეს არ მიგვიღებენ რადგან უკლებრივ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს მხოლოდ პროგრესული საშემოსავლო გადასახადები. და აქ ჩვენთან 20% რომლის პროცენტული განაკვეთები ფიზიკური პირების შემოსავლის ზრდასთან ერთად იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დიაპაზონში. აი ახლა მე ვფიქრობ რომ
საზოგადოებისთვის ეს ინტერესი იქნება, საინტერესო იქნება ეს ციფრები, რიცხვები. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 0-დან 50%-მდე საშემოსავლო. შეიძლება 0 იყოს, ახლა მაგალითად თუ კაცი უმწევა და ძვის რაღაცას მუშაობს, იმას საერთოდ არ უნდა გადაახტევინო, ხო? ჩვენთან გინდა თუ არა 20% უნდა გადაახტევინო. იქ არ აღწევენ, მაგრამ თუ ვიღაცა ძალიან ბევრს 50 ნახევარი უნდა შეიტანოს. შვედეთში 0-დან 56%, ნიდერლანდებში 0-დან 52%, პორტუგალიაში 0-დან 53%, საფრანგეთში 10.5%-ია მინიმალური. ესე გამალია ზე იმას უმწევს საფრანგეთში. მაქსიმალური 75. აი აქ გამომდინარე ჩვენ არ მაინც არა ვართ იმაში. გერმანიაში აი 75 თქვენ წარმოგიდგენიათ მე სამე ხარ რომელიღაც პოლიკლინიკის ხო 175 ლარი პოლიკლინიკის ხელმძღვანელს აი ამ საოჯახო ექიმებს ძლივობით 1000 და 1200-ია იმას ზის იქ ბატონებით და 20,000 ხელფასია აი იმისი მე პატრონე ზევით ავერსია თუ ვიღაც არის ყველა აი იმან რომ იმ 20,000 75% ესე იგი გადაიხადოს ეს 15,000 რომ ბიუჯეტში ექნება შესატანი მაშინ მიცემ და ამას თუ არ მიცემ აი შეხედეთ რა შეასაკ გერმანიაში 45-მდე იტალიაში 53 მაქსიმუმზე ვამბობ დანიაში 60 59 თითქმის 60-ია ბელგიაში 50 ავსტრიაში 50 ხალხო არ არის არსად აქედან გამომდინარე ზურაბ ნოღაიდელის მიერ 2004 წელს მითითებული და დიდრების კასტაზე მორგებული სოციალური სოლიდარობისა და შემოსავლების სამართლიანი გადანაწილების ძირითადი ფუნქციებისაგან განთავისუფლებული და საქართველოში დღემდე მოქმედი 20%-იანი დაფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი სრული ანომალია ევროატლანტიკურ და მსოფლიო საგადასახადო კანონმდებლობაში. აი ეს თქვენ მეცნიერული მიდგომა ეკონომიკაში. აი ამ კაცმა ეს ფათაშორის ლიცენზია აქვს, ამალ ეს ის აქვს დაფიქსირებული როგორც საკუთრება მისი და თელი მონდომანის უამრავი სხვები აქვს. ეს არის ჩვენი მოსახლეობის 97%-ის უბედურების ხარჯზე. მოსახლეობის 3%-ის ბედნიერება. ხალხო დაუკვირდით. საგადასახო სისტემა, რომელიც მთავრობამ ჩამოაყალიბა ნოღაიდელის მინისტრობის დროს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წელს და რომელსაც 12 წელიწადია ემსახურება და აგზელებს ოცნების ხელისუფლება. არის ეს სათქმელი და გასაკრიტიკებები და ამან გამოიწვია ის მილიონერი დეპუტატები, აი ეს ღუდუშაურები და ის მინისტრები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ პორტფელების, ჩანთების კოლექცია აგროვონ. აი გაღარიბებული ხალხის წაწმებული ფულები. ჭვიანი ყოფილა. აი ეს 3%-ის ბედნიერება, რომელიც მუდმივადაა დაკანონებული, რადგან საქართველოში მოქმედი კანონით გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის მოწყობის გარეშე აკრძალულია. წარმოგიდგენიათ რა მზაკრული კანონი ესე იგი მიიღო სააკაშვილმა, რომ აი ეს სისტემა რო შევცვალოთ, ესე იგი რეფერენდუმი უნდა ჩაატაროთ. მაგრამ ამ რეფერენდუმის ჩატარება ამ 12-13 წლის მანძილზე ამ ხელისუფლებას ხო შეეძლო? არა, ის სარგებლობს აი ამ შესაძლებლობით გაყლიფოს, განადგუროს, დააჩაჩანაკოს, გააგარიბოს თავი მოსახლეობა და თავისი მომხრები მილიონერებად გახადოს. აი ეს არის ეს მეცნიერების იგნორირება. მაპატიეთ თუ დავამთავრო ეს. გარეშე აკრძალულია. ეს იმ დონის უსასრულო სიბრიყვეა, რომელმაც გენიალურ აინშტაინს ათქმევინა უსასრულო მხოლოდ სამყარო და სიბრიყვეა ორი.
ჩვენთან აი ეს სიბრიყვე ამაზე დგახავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო და მთავრობის წევრებო რამდენდე გექნებათ ეს სისტემა ასეთი რამდენდე ჩაიჯიბავთ თქვენ ამ 1000-ებს და რამდენდე გექნებათ 260 ლარი საარსებო მინიმუმი აი ამაშია საქმე დღეს ქართულ ოცნებას პარლამენტში აქვს ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიური ბერკეტი სწრაფად დაასრულოს ეს სიბრიყვე აი ამას ამბობს ეს მეცნიერი როდესაც ეს გამოშვებული 21 წელსაა გამოშვებული დააჯარიმებდნენ ბატონო ცოცხალი არ არის თორემ დააჯარიმებდნენ დააჯარიმებდნენ ცოცხალი რო იყოს შეიძლება მეჯამადარიო ის მაგივრად ახლა მკითხულობ კი ბატონო ესე იგი დღეს სწრაფად დაასრულოს ეს სიბრიყვე და აღადგინოს მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილი ევროატლანტიკური ტიპის პროგრესული საშემოსავლო გადასახადი იმ დიაპაზონში რომელიც ძირითადად მოაგვარებს ბიუჯეტში მილიარდ ლარამდე დამატებითი მობილიზების პრობლემას და მაშინ რა თქმა უნდა მეცნიერების დაფინანსებასაც ეშველება და სხვა რაღაცას. აქ ბევრი რაღაც საინტერესო წერია, ეს ვერ ვიტყვი. დიდებული ის პასაჟი გააკეთეთ თქვენ და მე მოგესალმებით მათემატიკური მოდელების სპეციალისტი ვარ და წიგნი ვარ დაწერილი მათემატიკური მოდელები ეკონომიკაში და იქ არის ერთი მოდელი, რომელიც არის ეროვნული შემოსავლის განაწილების მათემატიკური მოდელი. ლორენცის წილი ეწოდება მოსახლეობის შემოსავლის ნორმის დამოკიდებულების გრაფიკს მოსახლეობის იმ წილისაგან, რომელსაც გააჩნია მოცემული ნორმირებული შემოსავალი. ეს წილი იძლევა საშუალებას შევაფასოთ უსამართლობის ხარისხი მოცემული ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლის გადანაწილებაში. საქართველოში ეს არის ესე იგი სატისფაქტორად მონაცემი საქართველოში დასაქმებულთა ზედა 10% ჯამურად მეტი ხელფასი აქვს ვიდრე დასაქმებულთა 80%-ს ჯამურად ხოლო ზედა 1%-ს კი მეტი ვიდრე ქვედა 50%-ს ეს მხოლოდ ხელფასებს ეხება ზოგადად შემოსავლის შემთხვევაში მოგება პროცენტი და შემდეგ ეს განსხვავება კიდევ უფრო შთამბეჭდავია. სიმდიდრის განაწილება კი შემოსავლების განაწილებაზე შემზარავ სურათს გვაძლევს ეს მხოლოდ მცირე გამოვლინება იმ ნაპრავის შორის რაც ელიტასა და მოსახლეობის შორის არსებობს და ის კიდევ უფრო გაიზრდება თუ ევროპის სივრცეს სიმწესთან გაცლება კავშირი. ახლა მე მინდა ბატონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ჩვენი ალმა მატერია, მე არ დამთავრებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხოლოდ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, აქ უშინ იყო გადაცემა და იქ მინუსად ითვლება. მე პირიქით ვამაყობ, რომ მაგ პერიოდში მე არ შევეძლო მესალა კემბრიჯ ოქსფორდში, თორემ სიამოვნებით წავიდოდი, საუკეთესო მათემატიკის სპეციალობა საბჭოთა კავშირში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამიტომ სწავლობდი იქ და ახლა თქვათ მინუსად უთვლიან თუ რუსეთშია დასავლი კაცი. ახლა ბატონ მათ შორის პროფესორ ირაკლი ყობახიძეს რომელიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ისე როგორც მე და ყოველი თქვენთანგანს თქვათ არ მოწონს ის რომ დღევანდელ მსოფლიო უნივერსიტეტის რეიტინგებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგალითად EduRank მსოფლიოში არის 1428 ადგილზე პლუსი, თორემ იქ არ არის, კიდევ უკან არის ბატონო თემური. დიახ, ხოლო მეორე რეიტინგი USA News Best Global Universities 1427 რეიტინგის. ახლა მოდაში არ არის ესტონეთი, ესტონეთს უყურებენ როგორც დაუშვათ მიღმული თქვათ ევროპასთან, მაგრამ ესტონეთის მოსახლეობა მილიონზე ნაკლებია, იმდენად სწორად გატარდა რეფორმები მეცნიერება და განათლებაში ესტონეთის ორი უნივერსიტეტი ტარტუ და ტალინი შედის მსოფლიოს პირველ 100-ში. ახლა ბატონ მიხეილ სააკაშვილს უყვარდა სინგაპურის მაგალითი. სინგაპურის მაგალითი
მას რომ უყვარდა, იმიტომ რომ სინგაპურის ფაქტურად ესე იგი ოცნების თქვათ ბატონ ლი კვან იუ, რომელმაც დაამთავრა კემბრიჯი, ოქსფორდი, აი რომელიმე, მერე დაბრუნდა თავის სამშობლოში და გახდა პრემიერ-მინისტრი, მან აღნიშნა, მე მქონდა ორი გზა, პირველი გზა რომ მე ესე იგი ჩემ ნათესავები მომეყვანა მთავრობაში მეგობრები ნათესავი და მათ ეკურდა და ისინი ყველა მოხდებოდა ფორცის სიაში პირველ დაუშვათ ასეულში ან მეორე გზა მე ესე იგი მეთამები ჩემი ნათესავები მეგობრები დამეჭირა და ხალხი არ დამეტოვებინა ცარიელ ესე იგი მინდორზეო მე ავირჩიო მეორე გზა ამიტომ მან შეძლო თავის პოლიტიკით შემოიტანა ინვესტიციები, გადაიყვანა თითქმის ყველაფერი ინგლისურ ენაზე და დღეს მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ 15-ში შედის სინგაპურის უნივერსიტეტი. დღესამდე. ახლა მე მინდა გითხრა და აი ამ კომისიას რომელსაც ბატონი კობახიძე პროფესორი კობახიძე ხელმძღვანელობს იქ განათლებაზე მათ შორის სასკოლო განათლებაზე საუბარი ის მაშინ ცხადია დაბადებული არ იყო ახალგაზრდა კაცია და საბჭოთა კავშირის დროს მაშინ დემოგრაფია მათ შორის საქართველოში მაღალი იყო საბედნიეროდ და ყოველ წელს მე-10 კლასი დიგიტალ მე-10 კლასი იყო ნულიბერე ბოლოს იყო მე-12 ამთავრებდა 50-დან 60,000-მდე მოსწავლე მაგ იმ დროს საქართველოში იყო ოპტიმალური რაოდენობა უნივერსიტეტების რამოდენიმე იყო უნივერსიტეტი და ირიცხებოდა მხოლოდ 6 ან 7,000 წლების მიხედვით რაც წარმოადგენდა 10% დაემახსოვრე ციფრი 10% შემდეგ ბატონ ედვარდ შევარდნაძის დროს ყოველდღიურად პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდობა არ იყოს ქუჩაში და ზოგ შემთხვევაში აბაშაში, ლესიჭი, ლაგოდერში იხსნებოდა მეორე ცვლაში სკოლაში უნივერსიტეტები, ინსტიტუტები იყო 320 არავითარი აკრედიტაციის გარეშე. შემდეგ ბატონი მიხაილ სააკაშვილის დროს ცოტა შემცირდა, მაგრამ დიდი რაოდენობის იყო და დღეს, უბრალოდ ამ ბოლო პერიოდში სკოლა საუბედურად დამთავრებს მხოლოდ 40,000 ადრე ყოფთით რამდენი 40-42,000 ამთავრე წლების მიხედვით. ადგილები, რომელიც გამოყოფილია 57 უნივერსიტეტს და ან სასწავლო უნივერსიტეტს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო უნივერსიტეტებს, გამოყოფილია 35,000-მდე ადგილი. და ირიცხება ფაქტიურად 22-დან 35,000-მდე 85%. როცა ირიცხებოდა 10. ამიტომ ბუნებრივია რომ ამ კომისიამ უნდა მიანიჭოს ყურადღება კაცრ ავტორიზაციას უნივერსიტეტებს და შესაბამის უნივერსიტეტის რაოდენობა უნდა საგრძნობლად შემცირდეს 57 მაგალითად ჰოლანდიაში რომელიც არის განვითარებული ქვეყანა სულ 12 უნივერსიტეტია შვედეთშიც 12 უნივერსიტეტი საქართველოში 57 და ამ უნივერსიტეტებში უკვე შემცირებულ 10-12-ში იქნება შესაბამისი რაოდენობის უკვე უკეთესი სტუდენტები რადგანაც ჩვენ ესე იგი მივიღეთ უკეთესებს და ის სისტემა რომელიც შემოღებული იყო დაწყებული შევარდნაძის დროს და შემოიღო სააკაშვილმა უნდა დარჩეს ის მე აქაც გამიგია რომ კომისია იხილავს საკითხებს რომ ხომ არ გადასცეს სკოლებს აბიტურიენტები ჩარიცხვის უფლება ანუ სკოლის ნიშნები რომ მოხდეს ჩარიცხვა ეს იქნება სრული კატასტროფა რადგანაც სკოლაში გადავა ეს კორუფცია და არა მარტო გამოაცხადა ჯერ იხილება საკითხი არა თქვა ეს მარტო ბამბანერკებით არ იქნება ის მაგრამ იქნება საკმაოდ მწვანე კუპიურებით ესე იგი ამიტომ ეს სისტემა ანუ გარე გამოსტები უნდა დარჩეს ჩემი აზრით უნარები პირიქით უნდა დაბრუნდეს შემცირდეს უნდა უნივერსიტეტების რაოდენობა
მოგიწოდე ბატონო პროფესორო ირაკლი კობახიძე რომ თქვენი ალმა მატერი სადაც თქვენ მგონი სწავლობდი ისე იგი დაიცავეთ ხარისხი ყოველ შემთხვევაში სადაც მუშაობ რეიტინგში იყოს არა 1500 არამედ თუნდაც 200-ში შევიდეს და ეს მოხდება როცა სწავლას განათლებას მეცნიერებას ფასი დაედება და ყველაფერი ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ საკადრო პოლიტიკა შეიცვლება არ შეიძლება პირადი ერთგულების პრინციპით კადრების განაწილება. ეს არის დამღუპველი და ყველაფრის ესე კი მიზეზი. განათლებაც ქვევით მიდის, ეკონომიკა ქვევით მიდის, ყველაფერი ქვევით მიდის და მოკლედ ქვეყანას კარგავთ. ეგ არის სამწუხარო და ასეთი ჩვენ დაგჭა 6 წუთი. მინდა ერთი რაღაც კი, მე ბოლოს მე მაქვს სათქმელი ბოდიში ერთ თემაზე უნდა გავამახვილო ყურადღება. დღეს ჩვენ სოციალურ ქსელებში ხვდებიან ხალხი აკადემიკოს წერს საკუთარ თავზე. საქართველოს კანონის განათლების კანონის მიხედვით უფლება აკადემიკოსის გამოყენებისა აქვს რამდენიმე ორგანიზაციას, რომელსაც წესდებაში უწერია. წესდებაში არ უწერია ორგანიზაციებს, რომელიც არის საზოგადოებრივი გაერთიანება, ან ლიტერატურული ხაზით არის გაერთიანება აკადემია და ეს ხალხი ზოგიერთი წერს აკადემიკოს ამით ლივინერება ხდება მეცნიერების ნამდვილი მეცნიერის და თქვენ რომ ნახოთ სოციალურ ქსელში ახლა ამას არავინ არ გააკონტროლებს იტყვით მაგრამ გასაკონტროლებელია ესეც ამ სისტემის მიერ რომ ადამიანი წერს და ყველა ამას მერე აზიარებს სხვადასხვა იმაში რომ დღეს ცოცხალი არის თამარ მეფეო დღეს არის ცოცხალიო ნიბურუს პლანეტაზე ცხოვრობს და 45 წლის არის და ნუ მოკლედ და ამას თქვენოთ აწერს რომ ესე იგი ნაციონალური გეოგრაფიის სპეციალური ტექსტია ამის შექმნილი მოკლედ ძვირფასებო უნდა მიხედოთ ამ პრობლემას სიტყვა აკადემიკოსის გამოყენების უფლება აქვს იმათ ვინც აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წესდების მიხედვით რატომ არ აკონტროლებს ამას სახელმწიფო რა თქმა უნდა შეიძლება იყოს კერძო მაგრამ სახელმწიფო განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია ესა ამ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გააჩნია რომლის ქვეშ არის დაქვემდებარებაში არაფერი კონტროლი არ უნდა ყველამ თავისი წესდება შეასრულოს თუ წესდებას არ იცავს სახელმწიფომ შესაბამისად და ესე იგი ჯარიმა გადაახტევინოს. აი ამით მოგვარდება ეს პრობლემა. ვერ იქნა და ვერ ღირცეთ განათლების მინისტრად განათლებულ კაცს და მეცნიერებაში რო ეს დაავაგეთ პოლიციელებიც მოვიყვანეთ. ფოტოჟურნალისტ ბატონ გიამა ადრე ახსენა წინა მინისტრი განათლების იურისტი იყო და მათ ციტირების ინდექსი ერთი მაინც ჰქონდა და ახლა რომ დაინიშნა იურისტი კვლავ განათლების მინისტრი იმას გონი ციტირება საერთოდ არა. მე მოუწოდებ დარჩენილ საქართველოში მეცნიერებს ასევე ვთქვათ ამ დარგის მიმართულების შემადგენლებს რომ პოლიტიკური ნების გარეშე ეს საკითხები მეცნიერების განათლების საშუალო და უმაღლესი განათლების სამწუხაროდ ვერ გადაწყვეტს. ამიტომ შემორჩენილ მეცნიერებს ვთხოვთ რომ უფრო აქტიურად გამოთქვით თქვენი მოსაზრება რომ უნდა აუცილებლად ჩვენ დავუბრუნდეთ იმ გზას რომელსაც მოაქვს დოვლათი მოაქვს მატერიალური წინსვლა ეკონომიკური ეს არის თავისუფალი ეკონომიკური ესე იგი ეს ეკონომიკა და განათლება. მე ადრე მოვიყვანე იაპონიის მაგალითი, რომელმაც გიტერთან ერთად როცა დამარცხდა მეორე მსოფლიო ომში, პირველ წლებში ესე იგი შეიტანეს თავისი ბიუჯეტის 54% განათლება მეცნიერებაში და დღეს შედეგის სახელზე. ამიტომ საქართველოსთვის სასიცოცხლო არის რომ მეცნიერება ნაღდი, მეცნიერება და უმაღლესი განათლება სათანადო დონეზე იყოს. ამას შეძლებენ მხოლოდ სპეციალისტები და მარტო იურიდიული დიპლომი არ არის საკმარისი იმისათვის რომ გესმოდეს მეცნიერება, უმაღლესი განათლება თუნდაც საშუალო განათლება. სხვა დარგის სპეციალისტები ჩართეთ ამ საქმეში. დიდი მადლობა ბატონებო, ჩვენ მივედით ბოლოსკენ. მე საზოგადოებას მინდა უთხრა რომ ასეთი ტიპის მსჯელობას
თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ სხვა ტელევიზიაში, ეს მხოლოდ აქ არის შესაძლებელი. ქართული ტელევიზია საქმის დასმასაც ვერ იპოვით სხვა ტელევიზიაში. ვერ იპოვით და არც აინტერესებს, არც ხაზარაძის ტელევიზიას, არც იმ წერეთლის ტელევიზიას, არც იმ ბატონი ბიზნეს ტელევიზიებს ეს არ აინტერესებს. არც ფორმულას. მაუწყებელი როგორ არ უნდა როგორ შეიძლება ასეთ საკითხებზე არ ქონდეს ჯერობა. ახლა მივწერა ხოლმე რა თქმა უნდა ისე მივწერ ქალბატონ თეას რო რა ქვია იმაზე ბერძენიშვილს, მაგრამ ვიცი რომ ამისთვის მას არცალია, არავის ეს არ უნდა. არადა უამისოდ ჩვენ ჭაობში ვიფლობით ხალხო, ჭაობში ვიფლობით. ჩვენ ეს ხელისუფლება არანაირ მეცნიერულ დასკვნებზე არ ამყარებს თავის გადაწყვეტილებას. ის მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესებიდან იმართება. სამწუხაროდ ასეა. საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება ეს ამათი ამოცანა არის იმისათვის რომ ბრალდვილად მართოს. ამიტომ გაუღეს კარები უცხოელებს, ამიტომ უნდა უცხოელების რაც შეიძლება მეტი დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილება უნდა ისეთი ხალხი ყავდეთ, რომელიც ინერტული იქნება და რომლისთვისაც სულეთი იქნება მისცემს ხმას და რა თქმა უნდა ის ხელისუფლებას მისცემს ყოველთვის ხმას. სამუდამოდ უნდა ხელისუფლებაში დარჩენა. ამას ვერ მოითმეს ქართული საზოგადოება და არც უნდა მოითმინოს. ამიტომ გთხოვთ, გვისმინოთ, გვიყუროთ, მეცნიერთა კონგრესის შრომები წაიკითხოთ, ჩვენი ბუკლეტები წაიკითხეთ, ჩვენ გამოსვლებს მოусმინეთ და თუ კიდევ შეძლებთ 1-2-10-მდე ლარით შემწეობის გაღებას აი ამ ტელევიზიის ანგარიშზე იმისათვის რომ ესეც არ დაიხუროს და აი ეს ერთი ფანჯარა ჭეშმარიტების სამყაროსკენ საზოგადოებას გქონდეს. აი ეს არის ჩემი ბოლო თქვენგანი მოთხოვნა. ჩვენ ყოველ კვირას ხუთშაბათს ვიქნებით, ჩვენ კიდე მოგვემატება რამოდენიმე მეცნიერი და ყველა ადამიანი ვინც აქ გამოვა და სიტყვით ამბობს ის პასუხისმგებელია იმ თავის სიტყვაზე. ასე რომ ჩვენ გემსახურებით თქვენ კეთილინებეთ და მოგვისმინეთ, ვიყურებთ და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება იმისათვის რომ ქვეყანა არ დაგვენგრეს, ქვეყანა არ დავყაროთ. გადავარჩინოთ თქვენ. არ გაგზავდებოდეთ. არ გაგზავნოთ.